აქცია სოფელ კირნატში თურქეთ საქართველოს საზღვართან მდებარე სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოს პოზიციას აპროტესტებენ და ირწმუნებენ, რომ 29 მაისს თურქმა მესაზღვრეებმა საზღვარი ნამდვილად დაარღვიეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ მესაზღვრეებმა ტერიტორიის დატოვებისკენ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთის დამუშავების დროს მოუწოდეს. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან. კირნატში თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხანმოურავი. მისი განცხადებით, პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. სოფელ კირნატში იმყოფებოდნენ მწერლები ვახტანგ გლონტი და დავით თედორაძე. მოსახლეობა ამბობს, რომ დაიღო საზღვარი, სახელმწიფო ლაპარაკობს, რომ არ დააღვეულა და მე აქედან გამომდინარე მე გული მткиვა, რომ რა უნდა დაუჯერო სახელმწიფოს. საზღვარი არ დააღვეულა, ამბობს ამას ოფიციალური მხარე, ხელისუფლება. მაგრამ მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობს და სულ მუდამ აქ ცხოვრობდა, ამბობს, რომ საზღვარი დააღვეულია. მე ვეხმობი ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ. როგორ შეიძლება სასაზღვრო პოლიციამ თქვას, რომ არა, როცა აქ 100 კაცი გეუბნება, რომ დაერღვა. ახლა მე გეუბნებით მეც, რომ აქ კამერები რაც იყო, რომელმაც დააფიქსირა დარღვევა, ეს კამერები 4 დღის წინ მოხსნეს და წაიღეს.